მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Manchester United-ზე. უпростоრად Manchester-ის ფულზე. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კლუბზე ფინანსური თვალსაზრისით. კლუბზე, რომელიც ყველაზე მეტს ხარჯავს, მაგრამ ამავდროულად როგორღაც ახერხებს და ყველაზე მეტ ფულს შოულობს. Manchester არის კლუბი, რომელიც 10 წელზე მეტია სერიოზულ კრიზისშია, მაგრამ ამავდროულად შეება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბად პლანეტაზე. მიუხედავად შთამბეჭდავი სატრანსფერო ფანჯრისა და მწვრთნელის სულებისა, კლუბი მაინც ვერ ახერხებს მისაღების შედეგების ჩვენებას. ამ ყველაფრის ყურება საინტერესოა, თუმცა Manchester-ის გულშემატკივრებს მხოლოდ განძლეობა შემიძლია უსურვო. რთულია უყურო, როდესაც დომინანტ კლუბს როგორ უჭირს ლიგაზე მოხვედრაც კი. საინტერესოა მსგავსი შედეგები, რა გავლენას ახდენენ კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე და ასევე რა ხელფასები აქვთ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან მაგვაიერი ან თუნდაც კაზემირო. დღევანდელი განხილვა რამოდენიმე ნაწილად დავყავით. პირველ რიგში ვისაუბრებთ კონტექსტზე, თუ რა ხდება დღეისათვის კლუბში. შემდეგ შევხედავთ შემოსავლებს და ხარჯებს. შევაფასებთ ფეხბურთელების ხელფასებს, შევარჩევთ 3 ყველაზე უცნაურ კონტრაქტს, შევხედავთ მთავარი ვარსკვლავის შემოსავლებს და ბოლოს შევაფასებთ კლუბის პერსპექტივებს. თავიდანვე სევდიანი ამბით დავიწყოთ. Manchester United-ს პრემიერ ლიგა 2012-13 წლის სეზონიდან არ მოუგია, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2008 წლიდან. მსგავსი ტიტულების არარსებობა ივსება ეროვნული თასებით, რომლებითაც ტენ ჰაგი იმშვიდებდა თავს, თუმცა ისინი ცოტა ამ დონის და პოპულარობის მქონე კლუბისთვის. მიუხედავად ამისა, ინგლისელები ხუთეულში შედიან ევროპაში შემოსავლის მიხედვით. Manchester-ის შემოსავალი 2024 ფინანსურ წელს იყო მეტი, ვიდრე წინა წელს, დაახლოებით 765 მილიონი ევრო. 23-24 წლის სეზონში Manchester-მა სატელევიზიო უფლებების გაყიდვით გამოიმუშავა დაახლოებით 255 მილიონი ევრო. წარუმატებელმა მონაწილეობამ ლიგაში შეძლო პრემიერ ლიგის მერვე ადგილის კომპენსირება. რაც შეეხება матч-დეის, ეშმაკებმა გამოიმუშავეს ის თანხა, რაც 1 წლით ადრე, დაახლოებით 155 მილიონი ევრო. კომერციამ კი კიდევ დაახლოებით 355 მილიონი ევრო მოიტანა. Adidas-ი იხდის 90 მილიონს და 2025 წლიდან ეს თანხა კიდევ უფრო დიდი გახდება. Manchester-მა შეთანხმება 10 წლით გაანგრძლივა და წელიწადში 100 მილიონს აიღებს. სულ ფორმით, ანუ ტექნიკურ სპონსორს პლუს გაყიდვები, Manchester იღებს 130 მილიონ ევროს წელიწადში და ეს მეხუთე მაჩვენებელია ევროპაში. სატიტულო სპონსორობა Qualcomm-ს 70 მილიონი ევრო უჯდება წელიწადში. Snapdragon-ი, რომელიც ამ სეზონიდან დატანილია United-ის ფორმაზე, არის ერთ-ერთი მათი პროცესორი. სულ Manchester-ის ანგარიში ფიგურებს 28 სპონსორი. ალკოჰოლის და ბორბლების წარმოებიდან დაწყებული, ტურისტული სააგენტოებით და სასტუმროებით დამთავრებული. შევაჯამოთ. Manchester-ს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. მათ თავისუფლ მაღალი ჩართულობა გააჩნიათ, რაც დადებითად მოქმედებს სტადიონის შევსებაზე და სოციქსელებში კონტენტთან ურთიერთობაზე. სპონსორებს აინტერესებს პარტნიორები, რომელთაც დიდი და აქტიური აუდიტორია გააჩნიათ. ისინი მზად არიან ამაში ფული გადაიხადონ. შედეგად Manchester-ი შოულობს ფულს და ნაკლებად არის დამოკიდებული სპორტულ შედეგებზე. რა თქმა უნდა, თუ ისინი ძალიან ცუდი არ არის. Manchester-ის ხარჯებმა 2023 წლის ფინანსურ წელს შეადგინა 775 მილიონი ევრო და კლუბმა დაახლოებით 30 მილიონიანი ზარალი დააფიქსირა. ეს იყო მეოთხე წამგებიანი წელი მიყოლებით. მეოთხეს მოყვა მეხუთე 2024 წელი, რომელიც გახდა ზარალის მხრივ მეორე კლუბის ისტორიაში 165 მილიონი ევრო. ეს საკმაოდ ნეგატიური ტენდენციაა. 375 მილიონ ევრომდე წავიდა ხელფასებში გადასახადებით და სოც ხარჯებით. ხოლო დარჩენილი ხარჯები ესენია ამორტიზაცია 220 მილიონი და სხვადასხვა ხარჯები 180 მილიონამდე. ბოლოად სეზონში მიმდინარე ჩათვლით Manchester-ი მესამე კლუბია ტრანსფერებზე დახარჯული თანხის მიხედვით და თუ შევადარებთ ხარჯებს გაყიდვების გარეშე, საერთოდაც პირველი, რასაც მიუყავართ სუფთა ზარალამდე 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით და ყველაზე მტკივნეული. 24-25 წლის სეზონში Manchester-ს კლავს შემადგენლობის პრობლემა აქვს. იშვიათად რომ მათ წარმატებული ტრანსფერი განახორციელონ. თუ დავუჯერებთ ტრანსფერმარქტს, ამ შემადგენლობის შეკვრა ეშმაკებს 914 მილიონი ევრო დაუჯდათ. ახლა კი ვისაუბროთ ხელფასებზე. კაპოლოჯის მიხედვით Manchester-ის შემადგენლობაში 28 ფეხბურთელია და მათი დაყოფა შემდეგნაირად შეიძლება. ახალგაზრდები ხელფასით 2 მილიონ ევრომდე წელიწადში. რეზერვი 2-დან 5 მილიონამდე. ძირითადი 5-დან 9-მდე, იღბლიანები 9-დან 13-მდე და ელიტა 13-დან ზევით. პირველ კატეგორიაში ყველაფერი გასაგებია. მასში მართლა შედიან ახალგაზრდა ტალანტები. თუმცა აქაც არიან განსხვავებული გავლენის მქონე ფეხბურთელები. მაგალითად მეინუ, რომელიც იღებს 1.2 მილიონ ევროს აშკარად ძირითადის ფეხბურთელია. ან დიალო, რომელიც 1.8 იღებს აშკარად რეზერვის ფეხბურთელია. ხოლო დენიელ გორი და ტობი კოლერი ხელფასით 307.000 ევრო წელიწადში ნაკლებად ცნობილები არიან Manchester-ის ფანებისთვისაც კი. გარნაჩოს ხელფასი, რომელიც მეორე კატეგორიაში შედის, თითქმის იგივეა, რაც 38 წლის მეკარე ტომ ჰიტონს ჰქონდა ცოტა ხნის წინ, რომელიც 2.8 მილიონს იღებდა. არგენტინელი კი 3.1 იღებს. გადავდივართ ძირითადის ფეხბურთელების კატეგორიაზე, სადაც 24 წლის ტრანსფერებიც მოხდნენ.
იორო და ზირგზე ახალგაზრდა ტალანტები ერთნაირად შეაფასეს. ჰოლანდიელი იღებს 6.5, ხოლო ფრანგი 7. აქვე ვხედავთ უგარტეს მაზრაუისთან ერთად. აქვე არიან დალო, რომელიც ნაკლებს იღებს და ჰოილუნდი, ორივეს 5.3 მილიონი აქვთ. ასევე აქ არიან ლინდელოფი, რომლის კონტრაქტს კიდევ ერთ წელს იმუშავებს, მარტინესი და ონანა. სამივე ერთნაირ 7.5 მილიონ ევროს იღებენ. შემდეგი კატეგორიის წარმომადგენლები იღბლიანები. პირველი აქ ხდება ერიქსენი, რომელიც იღებს 9.3 მილიონ ევროს და აქვე არის შოუ. ლეგენდარული მაგვაიერი იღებს 11.7 მილიონს, ხოლო ანტონი, რომელსაც 12.4 უხდიდნენ, ახლა მანჩესტერელობს მხოლოდ 3.7 უჯდებათ. ამ კატეგორიაში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4-დან ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ თამაშობს თავისი ხელფასის დონეზე. მათთან ერთად ამ კატეგორიაში გვხვდება დელიხტი, რომელიც უკვე ძირითადი ფეხბურთელია და შესაბამის 12 მილიონ ევროს იღებს. ასევე ამ კატეგორიაში გადმოინაცვლა ჩელსის იჯარის შემდეგ ჯეიდონ სანჩომ. მანამდე კაპოლოჯის მიხედვით იგი 15.5 მილიონ ევროს იღებდა, ახლა კი 9.2-ს, ანუ ლურჯებმა ხელფასის ნახევარზე ნაკლები აიღეს. და ბოლო კატეგორია, რომელიც ყველაზე მეტს იღებს. ელიტა. აქ მხოლოდ 4 პერსონაჟია. მეისონ მაუნტი, რომელიც ვერანაირად ვერ ამართლებს 15.5 მილიონ ევროს. ხოლო ბრუნოს გამძლეობისთვის ჩვენი აზრით მანჩესტერმა 18.5 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს. ასევე ამ კატეგორიაში იყო რეშფორდი 18.6 მილიონი ევროთი. თუმცა იგი ვილაში გადავიდა იჯარით 40 მილიონად გამოსყიდის უფლებით და კლუბი ამ ხელფასის მხოლოდ 25%-ს იხდის. და ბოლო, კაზემირო, რომელიც 21.6 მილიონს იღებს. გადავდივართ ყველაზე უცნაურ კონტრაქტებთან და ეგრევე მაციორს ვეჯახებით. აქ ყველასათვის საყვარელი ჰარი მაგვაიერია. 11.7 მილიონი ევრო მისთვის გასაგები ხელფასია. მას ეს ხელფასი მაშინ მისცეს, როდესაც 26 წლის ასაკში ლესტერიდან 80 მილიონ ევრო წამოიყვანეს. თუმცა ახლა ჰარი დიდი პატივისცემის მიუხედავად არანაირად არ იმსახურებს ამ ხელფასს. პერიოდულად კი, თუმცა საერთო ჯამში არა. წესით მაგვაიერის შემდეგი კონტრაქტი მანჩესტერთან, თუ იგი საერთოდ მიიღებს ასეთს, მინიმუმ განახევრდება. შემდეგი არის ანტონი, რომელიც მანჩესტერში იღებდა საკაზე, სონზე, მარტინელზე, მაკალისტერზე და ბევრ სხვა ძლიერ ფეხბურთელზე მეც. მოკლედ, მანჩესტერში ზედმეტად გადააფასეს ტენჰაგის შესაძლებლობები, რომელსაც მოლაპარაკებების არანაირი უნარი არ გააჩნდა. და ბოლოს, ყველაზე უცნაური ხელფასი ჩვენი აზრით აქვს კაზემიროს. უკეთესად რომ აღვიქვათ სურათი, ბრაზილიელი იღებს კლუბის ხელფასების 10%-მდე. ბოლო პერიოდში აშკარაა რამდენად შენელდა ბრაზილიელი, ასევე იმატეს შეცდომებმა. მოკლედ, რამოდენიმე წლის წინ კაზემირო მართლა ტოპ ფეხბურთელი იყო და იმსახურებდა ამ ხელფასს, მაგრამ არარეალურია 30 წლის ჩამშლელ ნახევარმცველს დაუდო ლიგაში მესამე ხელფასი. მაგალითად, რაისი 7 მილიონი ევროთი ნაკლებს იღებს. როდრი, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელია, საერთოდ 8 მილიონი ევროთი ნაკლებს. კი, რთულია რეალის ფეხბურთელის ყიდვა და კარგია რომ მანჩესტერს ეს გამოუვიდა, მაგრამ მადრიდში კაზე ორჯერ ნაკლებს იღებდა. მარტივია მანჩესტერის მთავარი ვარსკვლავის პოვნა. თუ შევაჯამოთ პოპულარობას, ფინანსებს და თამაშზე გავლენას, მივიღებთ ბრუნო ფერნანდეშს. იგი თითქმის სულ თამაშობს და თითქმის უტრამოდ. ქმნის ბევრ მომენტებს და იღებს უმაღლეს შეფასებებს. ბრუნოს ხელფასი ახალი სამწლიანი კონტრაქტის მიხედვით 18.5 მილიონი ევროა, რაც ლიგაში მე-7 ხელფასია. ბრუნოს არც თუ ისე ბევრი სპონსორი ჰყავს. ზუსტად ვიცით 3. პირველია Nike-თან შეთანხმება, რომელიც ზოგიერთი შეფასებით წელიწადში 1.5 მილიონ ევროს უხდის. Gillette დაახლოებით 9 მილიონ ევროს და ბოლოს EA დაახლოებით 250.000 ევროს. არის შანსი, რომ კიდევ სხვა პატარ-პატარა სპონსორები ჰყავს, თუმცა მათი გათვალისწინებითაც მისი წლიური შემოსავალი 25 მილიონ ევროს ვერ აჭარბებს. ბევრია ეს თუ ცოტა თავად გადაწყვეტეთ, მაგრამ ჭორების მიხედვით ბრუნომ 80 მილიონ ევროიან კონტრაქტზე თქვა უარი საუდის არაბეთთან, რაც დამეთანხმებით აშკარა პატივისცემას იმსახურებს. მანჩესტერზე საუბარი დავასრულოთ კლუბის პერსპექტივებით და თავიდანვე წავიკითხოთ კლუბის ანგარიში ინვესტორთათვის. კლუბს გამოცდილი მმართველი სტრუქტურა ჰყავს და მიზანდასახული მფლობელები. უმაღლეს ხელმძღვანელობას გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცოდნა საფეხბურთო, კომერციულ, მედია, იურიდიულ და ფინანსურ სფეროებში. კი, არ მოგესმათ. ჩვენ საუბრობთ იმ ხალხზე, ვინც 22 მილიონიანი კონტრაქტი დაუდო 30 წლის კაზემიროს და 95 მილიონად იყიდა ანტონი. საერთოდ ყველაზე მეტი დახარჯეს ბაზარზე და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. ნათელწერტილად ჩანს მანჩესტერის ახალი მფლობელი ჯიმ რედკლიფი, რომელმაც როგორც იქნა ნორმალური სტრუქტურა შექმნა. ამიტომ იმედია, რომ შეცდომები შემცირდება. იყო დრო, როდესაც მანჩესტერი ერთ დონეზე იყო ისეთ კლუბებთან, როგორც მაგალითად მადრიდის რეალია. თუმცა ხელმძღვანელობის შეცდომების გამო კლუბი მხოლოდ უკან მიიწევს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კლუბს იმ ფინანსურ სტაბილურობას დაუკარგავს, რაც მას გააჩნია. რადგან მანჩესტერის გულშემატკივრების ბირთვი არიან ისინი, ვინც ფერგის დროს მოესწრენ და ამ შედეგებით კლუბი პრაქტიკულად ვერ შეძლებს ახალი გულშემატკივრების მოპოვებას, რაც გარდაუვალს გახდის კლუბის ფინანსური შედეგების გაუარესებას.
დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. გულშემატკივრობთ თუ არა Manchester United-ს. ასევე რომელ კლუბის განხილვა გსურთ შემდეგში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. შეხვედრამდე.